სიზმრები თუ აქ ხდენიათ? ვიცი რომ რაღაცა მისტიური სიზმრები არა, თუ არ ვიცი, გამოცხადებ, ხო? ხილვები მაქვს 17 წლიდან. ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეხლა რასაც მოყვები, ის კიდე ცალკე თემაა. ხდება ესეთი რაღაც, რომ ისრაელში გაიხსნა რუსთაველის ქუჩა და ქუჩა რო გაიხსნა, დამირეკა იქიდან ერთმა ადამიანმა, რომელსაც უნდოდა ჩემი, ნუკრი კაპანიძის და გურამ საღარაძის მიწვევა და იქაური მუსიკოსების თანხლებით, რომ რაღაცა კონცერტი გაკეთებული იყო და ამისთვის ვემზადები უკვე და წავედით საელჩოში და დათო ძიძიგური წამოყვარა, მარტო რომ არ მივსულიყავი და უცოდ ხედავ, რომ შემოვიდნენ ჩვენი შოუ ბიზნესის უამრავი წარმომადგენელი და რაღაც სად მიდიხარ, შენ სად მიდიხარ? ძალიან გაკვირვებული სახით მითხრა. შენ სად მიდიხარ? იცი, აი ისეთი დამამცირებელი იყო ეს კითხვა, რომ შენ სად მიდიხარ? ანუ შენ ვინა ხარ საერთოდ? მივხვდი აი ეს მომენტი იყო და ცოტა უკვე ძალიან ცუდად დამელექა ეს მომენტი რა ეს კითხვა და ისრაელში მეთქი და ჩვენც ისრაელში მივიდა ხო ისრაელში მივთხარი ხა საელჩოში ვარ თავისთავად რაზე მიდი რა უბაა მეთქი მივთხარი და აი რუსთაველის ქუჩა უი რას ლაპარაკობ მეც მეთქი მივთხარი და საელჩოში მითხრეს რომ სურათი მოიტანეო და სურათის გადასაღებად გამოვდიოდი ზუსტად და მეორე დილას რეკავს ჩემი ტელეფონი და ეს კაცი მეუბნეო რომ სიდან ხარ ამოღებულია შენ და კაცი ლამის ტირის დალაგებული მქონდა უკვე რა უნდა გამეკეთებინო და იმდენი კაცია ჩასმული შენ ამოღებული ხარ და სხვები არიან ჩასმული აი დამცეცხლა უკვე მივხვდი რაშიც არის საქმე ძალიან იმოქმედა უკვე ჩემზე რა უკვე რა ვიფიქრე იცი რომ ეს ყველაფერი უკვე გადასულია და ზედმეტია რა წავედი სახლში და იცი როგორი ვარ რომ თან ის პერიოდია ბესოს გავშორდი თან ისე გავშორდი რომ არც იცის სად ვარ ის დამეძებს ცალკე მესამე მეუღლე ხო ესენი ცალკე სიტუაცია ძალიან გავგიჟდი უკვე რა ბოლოს უკვე როგორ ვიყავ იცი რომ გამოშრები და რომ ვეღარც ტირი ხარ რა და დათო და დედამისი მოვიდნენ ჩემთან რა ძიძიგური და დედამისი და მომკიდეს ხელი და აი იცი ამიღეს და თავის ანსამში დამდეს აი ესეც ზივარ და უკვე აღარ ვიცი ვეღარ ვფიქრობ რა გავაკეთო ვეღარ ვფიქრობ და ამ დროს მამი და ჩემი რეკავს ეხლა ჩვენ სულ ყველა ახლობლები ვართ მამი ჩემის მეგობარი ნათელა დეი და რაღაცა ხო და მამი და ჩემი მარიკო რეკავს მე წუხელი მამა შენი დამესის რომ კონვერტი გადმომცეო და ეს ეკას გადაეციო და მე უთხარიო ვნახო გავხსნაო რა წერა არა გეტყვი რაც წერიაო და გადაეცი ეკასო და მითხრა რაც წერიაო და გამეღვიძა ჩავიწერეო მამი ჩემი 2 წელს გარდაცვლილი იყო ჩავიწერეო, რეალურად გამეღვიძე, ჩავიწერეო და ხა წაიკითხავ რა გადმოგცა მამაში. ანუ ესე იგი მამა ჩემიც კი შეწუხდა უკვე ჩემი მდგომარეობი იმ ქვეყანას წარმოიდგინე და აი ესე დამეკონტაქტა რა და რა ეწერა? ეწერა ესეთი რაღაცა ის რაც დღეს ხდება დროებითია. ადამიანების გარკვეულ ჯგუფს უნდა რომ გიჟად შეგრაცხოს. ამიტომ თავი შეიკავე, მე შენ ძალიან მიყვარ ხარ, ყოველთვის მახსოვ ხარ. და არ დაგავიწყდეს უფალი მოწყალეა შენი მამიკო და რო ამიტყდა ტირილი უცბად გეფიცები ყველაფერს კალთახოსველი მქონდა და ფეხები ვაჭყაპუნებდი ცრემლებში სასწაული დამემართა მთლიანად გამოუშვი გარეთ თუ კი რამე მაწუხებდა შინაგანად